მედიცინას არ აქვს საზღვრები. არსებობს მეორე გზა, მოისმინო მეორე აზრი შენი დაავადების შესახებ. რა გზას გადის პაციენტი? ვირჩევ ქვეყანას სადმე და ვიმკურნალო, არა იმიტომ რომ ის ექიმი ანის ქვეყანა ცუდია. რა ტიპის манипуляციების ჩატარების მსურველები მომართავენ თქვათ თურქეთის მიმართულებას? მოდი დავისვენო თურქეთში და დასვენებასთან ერთად ერთი დღე მივუძღვნა ჩემს თავს. ყველა ქვეყნისთვის არ არის მომსახურება ერთი ფასი. თუ აქვს საშუალება და გზა რომ იქ წავიდეს და იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, დაიზრუნოს. Სუსტად მომსახურების ის სფერო არის, გამოც ირჩევენ თუნდაც თურქეთს. პაციენტი გვირეკავს, მაქვს ამდენი დრო, თუ შეგიძლიათ რომ დამიგეგმოთ. რომელი ქვეყნის მოქალაქეები აკითხავენ თურქეთს მაგალითად ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით? მიდიხარ იმ ქვეყანაში ცხურის ოპერაცია გაქვს გაკეთებული, ვერავინ ვერ გცნობს. ვინ იცავს ამ დროს პაციენტს? პაციენტს სრული უფლება აქვს მოითხოვოს თავისი გადახდილი თანხა უკან. ცნობადი ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით სრულიად ჩუმად იკეთებენ ამას. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. რა სერვისებს და პირობებს თავაზობს თქვენი კლინიკები მაგალითად ქართველ ქალებს? იმ ფასად ისინი თან ისვენებენ, თან პლასტიკას იკეთებენ. არ შეიძლება ადამიანს დაუწესოს საზღვარი, როდესაც საუბარია მის ჯანმრთელობაზე. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, პოდკასტი დაგიბრუნდათ. პოდკასტ პოინტის შესანიშნავი სტუდიიდან, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობ მე და ჩემი სტუმრები თავს. სანამ ჩვენს გენერალურ სპონსორს წარვადგენს, სიამოვნებით მინდა გითხრათ, რომ თუ კი მოიწონებთ ჩვენ არხს და გამოგყვებით, მეტად უფრო საინტერესო ეპიზოდებს გაგიმზადებთ, ასე რომ მოიწონეთ და გამოგყვებით YouTube არხზე. მადლობა, ახლა წარვადგენ ჩვენი ეპიზოდის ერთგულ სპონსორს, პოდკასტის ერთგული სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის. საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის აჰავა ისრაელის წარმოების პროდუქტებს გვთავაზობს და ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ დღეს პოდკასტში, ეს არის სამედიცინო ტურიზმი, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალი და თანამედროვე შესაძლებლობები ადამიანებისათვის და ამ მოგზაურობაში მეგზურობას გაგვიწევს დაკო ნესუაშვილი, ექიმი, თურქეთის მედიკალ პარკის კლინიკების სერვისის სამედიცინო ქსელის ბიზნეს განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, სამედიცინო მენეჯმენტის მაგისტრი დაკო ნესუაშვილი. დაკო, მოგესალმები, როგორ ახარ? მოგესალმებით, მივესალმები პოდკასტის მაყურებელს. კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოდი ჯერ მოგვიყევით კონკრეტულად რა იგულისხმება ამ შთამბეჭდავი რეგალიების მიღმა, რაც ახლა წარვადგინეთ, ხო? რაღაცა ბევრი სიტყვები გამოვიყენეთ და თავარი ის არის, რომ თქვენ საკმაოდ მაღალი რეგალია გაქვთ ამ მიმართულებაში, მაგრამ მანამდე მინდა კითხოთ, ყავა თუ გიყვართ? კი, ძალიან. ძალიან, ხო? ჩვენ ყავის გარეშე ვერ ვიწყებ დილას. ძალიან კარგი. ჩვენ სტუდიაში გვაქვს აპარატი, მელიტას ბრენდის მიერ წარმოებული აპარატი. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპანია გერმანიაში, რომელმაც შექმნა ყავის ფილტრები, როგორც ასეთი და ამ ეტაპზე მათ შემოგთავაზეს უკვე ისეთი აპარატი, რომელიც იმართება დისტანციურად. ამაღალ ტექნოლოგიური აპარატია, სახლის პირობებში თუ საოფისე პირობებში გვაძლევს საშუალებას, რომ დისტანციურად მობილური აპლიკაციის საშუალებით მართოთ და დავაყენოთ ჩვენ გემოზე ყავა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს სიმძლავრით, ფილტრაციით და ასე შემდეგ. თვითონ აპარატი თვით არეგულირებს უკვე ყავის სხვადასხვა მახასიათებლებს, რაც კომფორტული უნდა იყოს ჩვენი მოხმარებისათვის. ეხლა შენთან ერთად ჩამოვასხამ ყავას, მეც. მე ვფიქრობ დილით გაგვიძების დროს. ხო, საწოლიდან შეგვიძლია გავამზადებინოთ. აი ხა საწოლში არა ვართ, ამ ეტაპზე ვართ სტუდიაში და დგამთ ჭიქას აქ. მე შევდივართ აპლიკაციაში. ვაწვევით ჩვენს მიერ არჩეულ ყავას, მაგალითად ამას, მე რაოდენობას ავირჩიეთ თქვა 130 მილილიტრი, აი ესეთიც ვაჭერ და იქ იწყება ყავის მზადების პროცესი. დრო რომ არ დავკარგოთ, ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი, ამასობაში ყავა უმზადდება და მოგართვევთ დიდი სიამოვნებით მელიტას აპარატი რას იზამს ერთად ვნახოთ. მოდით ესე ვთქვათ, საიდან მოხვდით, რა გზა იყო ის გზა, რაც თქვენ გაიარეთ, სანამ მოხვდებოდით ასეთი მიმართულების, ასე ვთქვათ, თავალ მენეჯერად, ხო, თან ისეთ ქვეყანაში და ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორც თურქეთია.
როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ასეთი რეგალიების უკან ალბათ არის ჩემი გავლილი გზა. დიახ. როგორც მოვედი დღემდე მე ამ სფეროში. ჩემი გზა იწყება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, როდესაც გადავწყვიტე, რომ მე სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე და შემდგომ გადავწყვიტე, რომ გამოსულიყავი ყბასახის ქირურგი. როდესაც წავედი თურქეთში გაცვლითი პროგრამით და აღმოჩნდი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი პრაქტიკა მიიღო და შემდგომი განათლება გამეგრძელებინა თურქეთში. და ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება ჩემი გზის, ასე ვთქვათ, 100%-ით ცვლილება და თურქეთიდან თითქოს უკეთ დავინახე, რომ ჩვენ საქართველოს ყავს ძალიან კარგი ექიმები და საქართველოში დამემკვიდრებინა ამ ძალიან კარგი ექიმების გვერდით თავი იქნებოდა ძალიან რთული და ვიფიქრებ, რომ რაც შემიძლოს ჩემი ქვეყნისთვის უფრო უკეთესი შემემატებინა ეს იქნებოდა მენეჯმენტის მიმართულებით, რადგანაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ რამდენადაც კარგი ექიმი არ უნდა იყოს, თუ მას არ ყავს კარგი მენეჯმენტური გუნდი, წარმატების მიღწევა ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, მხოლოდ წარმატებული ექიმით. მას უნდა ჰყავდეს ძალიან კარგი მენეჯმენტური გუნდიც. და აქედან გამომდინარე, აღმოჩნდი ამ მიმართულებით და ჩემი სწავლა მთლიანად მიუმართე და გავაგრძელე ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ საუკეთესო დროს, საუკეთესო ადგილას აღმოჩნდი საუკეთესო ხალხთან. და, საკმაოდ დიდ და ძლიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ჩემი დამსახურებაც არ იყო, ვფიქრობ, იყო ეს იმ ადამიანების დამსახურებაც, ვისთანაც აღმოჩნდი, რომ მათ რომ ხელი არ ჩაეკიდათ ჩემთვის და განვითარების საშუალება არ მიეცათ, მე დღეს ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. კარგი ისტორია, ცოტა რომანტიკა, კარგი ესე იგი გამოცდილება, რაც შეიძლება. თუმცა როგორ რომანტიულადაც ხერს, ესე არ იყო, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად იყო ბევრი იმედგაცრუებაც, წარუმატებლობაც, წარმატებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს უკვე ამას ყველაფერს თავი მოეყარა ასე. კარგი. დაკო, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო იხსნება საზღვრები, ხო? და ადამიანები მეტ და მეტ საშუალებას პოულობენ სხვადასხვა მიმართულებებში და მათ შორის ერთ-ერთი არის საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ხო? თუ აკვირდებოდით და ბუნებრივია თქვენ აკვირდებოდით და დაკვირვების გარდა გექნებათ დამუშავებული სტატისტიკური მასალა, იგივე თქვენი კლინიკების ქსელისთან მოწოდებული, რომელიც გეუბნებათ თუ რამდენად მზარდი ან რეგულარული ან კლებადი შეიძლება მომართვიანობა დასავლეთის საქართველოსთან თურქეთში, ალბათ ასე ვთქვათ. რთულია სტატისტიკაზე ვისაუბრო და რაიმე კონკრეტული ციფრები დაგისახელოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სიახლეებთან ერთად უფრო საზღვრებიც გაფართოვდა და რა თქმა უნდა მიმართვიანობა გაიზარდა. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ცნობიერება ამაღლდა ხალხში და თუნდაც ის, რომ არსებობს მეორე გზა, მოისმინო მეორე აზრი შენი დაავადების შესახებ და ამ ყველაფერმა ვფიქრობ განავითარა და გაზარდა მომართვიანობა. მეორე არის თურქეთი არის მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე ყველა სიახლე, რაც ინერგება მსოფლიოში. ეს იქნება აპარატურა, ასევე თურქეთშიც. ვფიქრობ, რომ ამის საძიებლად მიდიან ხშირ შემთხვევაში, რადგანაც ჯერ იმიტომ რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, ჯერ არ არის საქართველოში რომელიღაცა სფერო უფრო მეტად განვითარებული. ან უბრალოდ სურთ მათ რომ მოისმინონ მეორე აზრი. თურქეთი ყველაზე ერთ-ერთი ახლო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. პრაქტიკული რეალობა მოიტანა ეს სიახლოვეც მოიტანა და გარკვეულად თქვათ ალბათ ფინანსური თემებიც რაღაცა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. რა ტიპის მანიპულაციების ჩატარების მსურველები მომართავენ თქვათ თურქეთის მიმართულებას, რა ტიპის პროცედურების ჩატარება უფრო ხშირია, ან რა დაავადებათა ნოზოლოგიები უფრო სჭარბობს, მაგალითად თქვენი გამოცდილებით. ყველაზე დიდი მიმართულება ეს არის ონკოჰემატოლოგია, რაც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემები არის. ეს კიდევ ერთხელ როგორც თქვი, შეიძლება იყოს მეორე აზრის მოსმენა, მეორე აზრის განსხვავებით, ასევე შეიძლება იყოს იმ სფეროების უფრო მეტად განვითარება, რაც საქართველოში შეიძლება არ იყოს. თუნდაც ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც დღესდღეობით ბავშვებში ჰემატოლოგიის მიმართულებით სამწუხაროდ შეუძლებელია მიიღოს პაციენტმა ეს მომსახურება, რადგან მას სჭირდება ძვლის ტვინის ბანკი, თავის ძალიან ბრიგი პრობლემები აქვს, ტექნოლოგიური პრობლემები ახლავს, რის გამოც, იმიტომ კი არა რომ არ გვყავს კადრი და არ გვყავს ექიმი, უბრალოდ რაღაცები, ტექნოლოგიები და თუნდაც იმიტომ რომ ვართ მცირე ქვეყანა,
ყველაფერი უფრო ძვირი შეიძლება დაჯდეს აქ და აქედან გამომდინარე მეორე აზრის მოსასმენად ირჩევენ თურქეთს. ალბათ მაინც ონკოლოგიას გამოყოფდი, თუმცა ჩეკაპები ეს არის უფრო შემოწმება, სრული დიაგნოსტირება, მაგრამ ეს არის უფრო მოდი დავისვენო თურქეთში და დასვენებასთან ერთად ერთი დღე მივუძღვნა ჩემს თავს. რაღაც უფრო აქტუალური თემა არის ეს ამბოლო პერიოდში და ასევე პლასტიკური ქირურგიებით შევეხებით მაგ თემას მოგვიანებით, თქვენ სწორად აღნიშნეთ და მინდა ხაზგასმით თქვა და ყოველთვის ვამბობდი ამას და ვიტყვი, რომ საქართველოში ექიმთა დეფიციტს და პროფესიონალთა დეფიციტს ჩვენ ნამდვილად არ განვისცით, მაგრამ თქვენ კარგად ჩამოვაყალიბეთ ის თემა, რომ გარკვეული ტექნოლოგიების სიძვირიდან და სიახლიდან გამომდინარე, რაც არ ძალუს დაუშვათ ჩვენ ქვეყანას ესე სწრაფად აითვისოს და ასე ვთქვათ დანერგოს, ხო, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ხაზი, რის გამოც დასავლეთისკენ ის ევროპა იქნება თუ იგივე თურქეთი, ადამიანი შეიძლება გადაადგილდეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაჩინოდ, ხო? და არა ის, რომ ჩვენთან მედიცინის რაიმე სფერო მოიკოჭლებს ან ძალიან სუსტი. არა, ტექნოლოგიურმა ბუმმა, ასე ვთქვათ, თავისი როლი ითამაშა და ნელ-ნელა ყველაფერი შემოდის ჩვენთან და ჩვენთანაც აქტიურად ხდება ამ ტექნოლოგიების ათვისება, ხო? ანუ უბრალოდ ნახეთ როგორ ხდება, როგორც საქართველოში არის ვირჩევ ექიმს. ამ შემთხვევაშიც ვირჩევ ქვეყანას სადმი და ვიმკურნალო, არა იმიტომ რომ ის ექიმი ან ის ქვეყანა ცუდია. უბრალლოდ ჩემი არჩევანია, თუნდაც ეს ჩემი პერიოდი გავიარო არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. რადგან არსებობს აქ იგივენაირად პრივატულობაც დაავადებებთან დაკავშირებით, შეიძლება არ მინდოდეს უბრალოდ ჩემს ქვეყანაში ერთ-ერთი ფაქტორი იყოს, ან უბრალოდ იმ ექიმთან მინდოდეს, ეს არის ჩემი სურვილი, უკვე საზღვრები ღია. თქვენ ამ თემაში უკვე ჩაერთეთ აქტიურად და პირიქით თუ ხდება და თქვენს ხელთ თუ ხდებიან ისეთი პაციენტები, თურქი პაციენტები, ან მოდით კლიენტები დავარქვათ პირველ ეტაპზე, სანამ მაგალითად ჩეკაპს ჩაიტარებ ან სამედიცინო დაწესებულებას შეხვალ, ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოდიან გარკვეული პროცედურების წარმოებისათვის და თქვენ ამაში ეხმარებით მათ. სიმართლე გითხრათ, მე მიჭირს მათ დავეხმარო, უბრალოდ ჩემი ძლე რეკომენდაციები გავცე ჩემი პროფესიულობიდან და ჩემი კლინიკიდან კავშირებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან მიხარია რომ და მიყვარს ხოლმე ეს კითხვა, რომ აი თუნდაც სტომატოლოგიის მიმართულებით დღეს საქართველო არის ძალიან მოთხოვნადი ქვეყანა, როდესაც თუნდაც იმიტომ რომ იმდენად მაღალ დონეზე არის განვითარებული ეს სფერო, ფინანსურადაც უფრო მეტად მისაღები არის სტომატოლოგიის მიმართულებით ყველა ინოვაცია არსებობს საქართველოში დღეს, რაც შეიძლება ვიპოვოთ საზღვარგარეთ. ამიტომ პირიქით აქ რომ შეუძლიათ ხარისხიანი მომსახურება მიიღონ დაბალ ფასად, ძალიან ხშირად საქართველოს აკითხავენ ამ იგივე თურქეთიდან. ყავა არ დაგავიწყდეთ, მირთვით მელიტას ყავა, ესეც ახლა ნახეთ რეები გავაკეთეთ, ხო? აუცილებლად. კარგით, მოდით შევეხოთ იმ თემას, რამდენად ერთობლივად ჩვენი კოლეგები და ჩვენი ქართველი და დასავლელი ამ შემთხვევაში თურქი კოლეგები ერთმანეთთან ურთიერთობენ გარკვეულ მიმართულებებში. ერთად კოოპერირებენ გარკვეულ თქვათ პრობლემატიკის გადაჭრაში ან ერთობლივად ატარებენ თუ არა გარკვეულ რთულ ოპერაციებს. ამ ტიპის თანამშრომლობაში ხომ არ გაქვთ ჩართულობა თქვენ? რა თქმა უნდა, გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ამ დროსაც არის სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ორ ექიმს შორის, რადგანაც ეს არ არის ეს არის კოლეგიალური, ზოგადად მედიცინა დღეს 100%-იანი არაფერი არ არის, ყოველთვის მეორე აზრის მოსმენა საუკეთესო არის, რთული кейსების ზუსტად ერთად განხილვა არის საუკეთესო. რაც შეეხება ოპერაციებზე იცით, რომ თუნდაც საქართველოში, როგორც თურქეთში, ლიცენზიები არის საჭირო, რომ უშუალოდ ექიმის ჩართულობა მოხდეს, რასაც ძალიან სრულად მივესალმები და ძალიან სწორად მიმაჩნია, რომ ყველას არ აქვს უფლება, რომ შევიდეს ოპერაციაზე და გააკეთოს, იმიტომ რომ თუნდაც რომ თურქეთია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თურქეთის ექიმიც ისეთივე კვალიფიცირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი. თუმცა ის რომ ერთად შევიდნენ ოპერაციაზე და უბრალოდ დაესწრონ ოპერაციას ერთმანეთს აზრთა გაცვლა მოხდეს. თუნდაც დისტანციურად კოოპერირება მოხდეს დიაგნოზის ისეთი кейსის დროს ხშირად არის ჩვენთან ყოველ კვირას კონსილიუმი ტარდება, ხშირად არის რომ ჩართვა კეთდება ექიმიც და რაღაც კონკრეტული кейსის განხილვა ხდება კონსილიუმზე ერთად. რა თქმა უნდა, ამ ტიპის კონფერენციებზე ერთად მონაწილეობის მიღება. ვიდეო ტელემედიცინის ამბავში თქვათ, ხო არა გაქვთ ხოლმე ჩართვები თქვათ? დიახ, ძალიან ამ ბოლო პერიოდში ეს ონლაინ ტელემედიცინა უკვე ძალიან
ძალიან პოპულარული გახდა, თუნდაც მაგალითად არის ესეთი, რომ პაციენტი ჩამოსვლის გარეშე ექიმისგან პირადად ვიღებთ მონაცემებს, როდესაც პაციენტი ორი ექიმის ერთად, ქართველის და თურქის ექიმის ერთნაირ აზრს ისმის, ამ შემთხვევაში პაციენტის კიდევ უფრო უმარტივდება გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც დარჩეს საკუთარ ქვეყანაში და მიიღოს მომსახურება. ძალიან კარგი. მოდით მოკლედ ავხსნათ ის გზა, რომელიც უწევს მაგალითად ქართველ პაციენტს გაიაროს იმისათვის, რომ მოხვდეს თურქეთის იმ ერთ-ერთ იმ კლინიკაში, რომელიც თქვენ ქსელს წარმოადგენს. რა გზას გადის პაციენტი? როგორც იცით, თქვენ კონკურენცია უკვე თურქეთის მიმართულებით ძალიან დიდი არის, ძალიან ბევრი წარმატებული კლინიკა და არის. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი წარუმატებელი მიმართვიანობაც იყო და დასრულებულა ეს არათუ ისე კარგად. ესეც არის, ამიტომ მანდაც საჭიროა. ამიტომ აქ არის ძალიან სწორი კომუნიკაცია. ყოველთვის ჩემი რჩევა იქნება, არას არ აქვს, ეს იქნება ჩვენი კლინიკის ქსელი, ეს იქნება სხვა კლინიკათა ქსელი. როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ წავიდნენ, პირველ რიგში მონახონ სწორი კომუნიკატორი ამ კლინიკასთან. ან ეცადონ პირდაპირ მათ კლინიკას დაუკავშირდნენ ყველანაირი შუარგოლის გარეშე. ეს შეიძლება იყოს, იმიტომ რომ დღეს იმდენად უკვე ვახსენეთ თურქეთის მხრივ კონკურენცია გაიზარდა, რომ თითქმის ყველა კლინიკას საქართველოში ყავს თავისი წარმომადგენელი. თუ წარმომადგენელი არ ყავს, უკვე ინტერნეტის სივრცე იმდენად მარტივი გახდა ყველასთვის, ნებისმიერი კლინიკის მისამართი, ტელეფონი შეგიძლია, მეილი იპოვო და დაუკავშირდე კლინიკას და მე ვფიქრობ, რომ როდესაც იწყებს სწორ კომუნიკაციას და სწორ მიმართულებას, იმიტომ რომ ჩვენ მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტს გადმოუგზავნია საბუთები და ის ჩამოსვლა საერთოდ არ საჭიროებს. ან უბრალოდ ყველაფერი აქ იმდენად კარგად მიდის, რომ თუნდაც ეს არის უფრო წინ წასულ დიაგნოზებზე, როდესაც არის მეოთხე სტადიის სიმსივნე და როდესაც პაციენტი ისედაც ფიზიკურად დასუსტებული არის და რეალურად შენ აქ ცოტა კეთილსინდისიერება უნდა ჩაერთოს. რეალურად რო ხვდები, რომ შენ მეც ვერაფერს ვერ გავუკეთებ მას როგორც კლინიკა, რაც განსხვავებულს, რაც მას უკეთდება საქართველოში. მე ვფიქრობ, ასეთ პაციენტს აუცილებლად უნდა განუმარტო, რომ შენ აქ განსაკუთრებულს ვერაფერს გაგიკეთებ. და სანდო ხელში ხარ, მანცადაც ხარ. კი, ამის შემდეგ უკვე მან უნდა გადაწყვიტოს არსებობენ პაციენტთა რაოდენობა, რომელსაც მაინც სურს, რომ სცადოს ჩამოვიდეს. მისმის. მაგრამ ვფიქრობ, რომ აი ზუსტად სანამ ეს გზას გადიან, ეს არის წინასწარი კომუნიკაცია არის აუცილებელი. ნახოს ექიმა სამედიცინო დოკუმენტები. ექიმა გასცეს რეკომენდაცია და არა თუნდაც გააქვთ წარმომადგენლობა საქართველოში ესეთი თქვენ ბრძანდებით აქ ამ დროს თქვენი თქვათ კოლეგა მუშაობს ვისთანაც მოდის ადამიანი მოაქვს მაგალითად კვლევები ან პირველადად თქვათ მხოლოდ ჩივილებით არის მოსული რომ აწუხებს ესა და ეს და მერე რა გზას გადის თქვენ აგროვებთ ამ მასალას აგზავნით თურქეთში იქ სათანადო გუნდი მუშაობს ამაზე აი რა დროს მოიცავს ეს დაახლოებით ძირითადად ოფიციალური თბილისში ამ ეტაპისთვის ოფისი არ გვაქვს და იგეგმება გახსნა, მაგრამ ბათუმში გვაქვს მედიკალ პარკის ოფისი, რადგანაც ტრაბზონის უფრო საზღვარი პირდაპირ უფრო დიდი მოთხოვნილება არის, თუმცა ძირითადად სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს, ან ინტერნეტით კომუნიკაცია, ეს Facebook-ი, სოციალური ქსელები, გვიკავშირდებიან პირდაპირ ჩვენ და მაქსიმუმ 1-2 დღეში ჩვენ უკვე მათთვის პასუხი გვაქვს. ძალიან სწრაფი რეაგირება. არის შემთხვევები, რომ 1 საათში მოგვიგვარებია. ეს არის უკვე პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი ეგ თემა ზუსტად რომ უკავშირი იყოს დროული. იმიტომ რომ ამ დროს დრო ემოციურადაც ტვირთავს ადამიანს და თან შეიძლება ფუნქციონალურადაც და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც გადამწყვეტი იყოს, ხო? რეალობას დაუბრუნდეთ ახლა საქართველოში ადამიანები საუბრობენ ჩვენ რეალობას იმაზე რომ თქვა აგერ გვერდზე უბანში როცა სტომატოლოგთან მიდის ადამიანი და იცის რომ იქ პრესტიჟური კლინიკაა, იქ ვერ მიდის, იმიტომ რომ ძვირია ეს მომსახურება, ხო? ან კერძო კლინიკები და კერძო სექტორი დღეს საქართველოში არ არის იაფიწლო მოდი ყველასათვის. აი, როდესაც ამ თემებს ვეხებით ჩვენ, რამდენად შესაძლებელია საშუალო სტატისტიკურად საქართველოს მოქალაქემ მიიღოს თურქეთში მომსახურება, რამდენად წვდომადია ფასები და როგორ ხდება ფინანსირება. მე ვიცი რომ თუ კი ჩვენი ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე არ არსებობს ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც აქ შეიძლება ჩაუტარდეს ადამიანს და ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა და ამის არგუმენტირებული დასკვნები არსებობს, ბუნებრივია, სახელმწიფო მაქსიმალურად თავის შესაძლებლობის ფარგლებში გვერდით უდგას და ფინანსირებაც
ხდება, მხარდაჭერაც ხდება სხვადასხვა დონეებზე, ხო? აი, როგორ არის ეს ფასთა პოლიტიკა? წვრდომადია, ძალიან რთულია, ძალიან ძვირია. თუ არსებობს რაღაცა შრეობრიობა, სადაც შეიძლება ბიუჯეტური უფრო ძვირადღირებული არჩევანი გააკეთოს ადამიანმა. საბედნიეროდ თურქეთი ზუსტად ამიტომ არის პოპულარული საქართველოსთვის, რომ აი მაგალითად ევროპის ქვეყნებთან შედარებით, როგორც არის გერმანია, საფრანგეთი, მათთან შედარებით თურქეთი უფრო შედარებით დაბალი ფასები არის და ხარისხით მათ არის გატოლებული. თუმცა საქართველოსთვის ეს დაბალი ფასები მე ვფიქრობ, რომ მაინც სამწუხაროდ მაღალი ფასები არის. როგორც აღნიშნეთ, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ეს ყოველთვის ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საქართველოში უბრალოდ ეს ოპერაცია ვერ კეთდება, ან ის მკურნალობის თუ დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი მეთოდი ვერ კეთდება, აუცილებლად ასეთ პაციენტებს ეხმარება. ასევე არსებობს ფონდები, რომლებიც, აიმიტომ, როდესაც თუნდაც ბავშვებს ეხებათ ეს ყველაფერი, იმათვისაც კი ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ფონდების საშუალებით, ფონდების მეშვეობით ხალხის დახმარებით ცდილობენ და მაინც ხელმისაწვდომია საბოლოო ჯამში მათთვის. შეიძლება საწვალებელია, მაგრამ ბოლო-ბოლოს ხელმისაწვდომია. ასევე თურქეთს აქვს ესეთი ფასის პოლიტიკა. გვაქვს დაყოფილი ფასები, ყველა ქვეყნისთვის არ არის მომსახურება ერთი ფასი. უცხოელი პაციენტების მიმართულებით ეს არის ევროპისთვის სხვა ფასები, საქართველოსთვის და მისნაირი ქვეყნებისთვის უფრო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის გვაქვს შედარებით უფრო თურქეთის პაციენტებთან გატოლებული ფასები და ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება, რაც შეგვიძლია მინიმალურად ფასებში მოვერგოთ მათ. კარგი, თქვენ უკვე 7 წელია აქტიური პრაქტიკა გაქვთ ამ მიმართულებით, ხო? სამეცნიერო ტურიზმზეა საუბარი ამ შემთხვევაში, დიდ ქვეყანაზეა საუბარი თურქეთზე. მოდი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რამდენად აქვს საქართველოს პოტენციალი ამ სფეროში ჩართვისა, იმიტომ რომ საქართველოში დღეს არის კლინიკები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს და მინიჭებული სერტიფიკატებით და ასე ვთქვათ, კვლევა დაკვირვების შედეგად აღიარებული სერტიფიკატებით და ასე ვთქვათ, მახასიათებლებით ჯდებიან საერთაშორისო ნორმებში და ხდება იმპორტირება, ვთქვათ, უცხოელი პაციენტების. რამდენად პერსპექტიულია საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულება სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში? ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით, თუნდაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. თუნდაც აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რომელიც დღესდღეობით თურქეთს აკითხავს, ამ ყველა შეუძლია, რომ მათ ჩვენთან ჩამოგვაკითხონ, სანამ თურქეთამდე წავლენ. ჩვენ თუ მათ ზუსტად ეს არის როგორც დასაწყისში ვახსენე, შეიძლება გვყავდეს ძალიან კარგი ექიმი, მაგრამ მენეჯმენტიც აუცილებლად საჭირო არის. ზუსტად მომსახურების სფერო არის, გამოც ირჩევენ თუნდაც თურქეთს. ჩვენ თუ პაციენტს ექიმთან ერთად ამ მომსახურებასაც შევუქმნით და რაღაც მჯერა რომ რაღაც დაიწყო და რაღაც ეტაპზე ხარისხის ზრუნვას დავიწყებთ, ვფიქრობ, რომ საქართველოს შეუძლია, რომ ერთ-ერთი პატარა ძლიერი მოთამაშე ქვეყანა იყოს, აი თუნდაც როგორც არის მაგალითად ტაილანდი, ის ქვეყნები, რომლებმაც დღესდღეობით ძალიან ბევრი შევხედავთ ტაილანდს კარგი საკურორტო ქვეყანა, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრი მიმართავს სამედიცინო მიმართულებით. ტურიზმი, მედიცინასთან შერწყმული. ადგილობრივი თემა, საინტერესოა, ლამაზია და პლუს განვითარდა სამედიცინო მიმართულებები. კი, საქართველოს ამაში ნამდვილად და არის ალბათ პოტენციალი. იცით, რომ თურქეთში, როდესაც პაციენტი დარეკავს, პირველი ზარიდან ბოლო ზარამდე პაციენტთან იმყოფება ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, აორგანიზებს, ანუ პაციენტი რომ მიდის, არ სჭირდება ფიქრი იმაზე, რომ თავის დაავადების გარდა არაფერზე არ ფიქრობს. დახვედრიდან დაწყებული, გაცილებით დამთავრებული. და ეს კომფორტი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც ამბობენ, რომ რა ედარდება, რა კომფორტი, როდესაც პაციენტს თავის დაავადება. არ არის ესე, ძალიან მნიშვნელოვანი არის და რატო? მე ყოველთვის ვამბობ, რომ ისინი ებრძვიან დაავადებას, მაგრამ მათი ცხოვრება გრძელდება. ისინი არიან სრულფასოვანი ადამიანები და ის უბრალოდ ერთ-ერთი პრობლემა არის თანმიმდევრი გადასალახი. ამიტომ ისინი არიან სრულფასოვანი ადამიანები და სჭირდებათ ჩვეულებრივი ყოველდღიური კომფორტი. მადლობა დაკო, მოდით მაყურებელს შევახსენებთ ჩვენი სპონსორის შესახებ. პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აქ არის წარმოდგენილი ჩვენი ერთგული აჰავა. საკუთარ პროდუქციას თავზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. ეს ბრენდი სრულად ორიენტირებულია ეფექტურობაზე და მისი გამოყენების შედეგი გამოკვეთილად თვალსაჩინოა. აი დაკო ესეთი არის აჰავა, თუ არ მოგისინჯავს, მოსინჯა უცებად
უმთავრესი ტანის სხსელი კრემი მაქვს სხვათა შორის საჰავასი. ძალიან კარგი, მადლობა. კარგით, ასევე შეგახსენებთ, რომ პოდკასტმა ბინა დაიდო პოდკასტ პოინტში, ძალიან კარგ სივრცეში, სადაც მე მგონი დაკოცდა მეთანხმება, კომფორტულად გძნობთ თავს როგორც სტუმარი, ასევე მასპინძელი და ასე რომ მადლობა ამ სივრცეს და რეკომენდაციას უწევ სიამოვნებით. ყავითაც გვიმასპინძლდებიან ხო, ამ ყავა სივრცეში. დაგვემატა თან ესე იგი მელიტას, ესე დააჭირეთ ითი ტელეფონზე, როგორც აღნიშნეთ, საწოლშივე და დაგხვდება ყავა უკვე სამზარეულოში გამზადებული. დაკო, სანამ მენეჯმენტი გახდებოდა თქვენი საქმიანობის ძირითადი სფერო, ხო? როგორც ვიცი, ორთოგნატიური ქირურგით ცდილობდით და გეგმავდით და მუშაობდით და მოკლედ ეს იყო თქვენი მაშინდელი გზა. როგორ რა განსხვავებია ამ კუთხით თურქეთსა და საქართველოს პოტენციალში, მაგალითად ორთოგნატიულ ქირურგიაში? ესეც როგორც აღნიშნა, ზუსტად ეს ის მიმართულება არის, რაც საქართველოში დღესდღეობით ეს ტექნიკურობიდან არ არის პოპულარული, არ არის გამართული სისტემა და ზუსტად 2013 წელს, რამაც თურქეთში გადამაწყვეტინა, რომ წავსვლა და გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი, ეს იყო ზუსტად ეს ნიშა. როდესაც ნახე თურქეთში, რომ თურმე შეიძლება მხოლოდ ბრეკეტები ამ ყველაფრისთვის არ იყოს საკმარისი და მას სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა. და სამწუხაროდ იმ დროისთვის საქართველოში არ კეთდებოდა არც ერთი ოპერაცია ამ მიმართულებით. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ უკვე დაიწყო საქართველოში ეს ოპერაციები, კეთდება და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტად გავრცელებას პოვებს. თუმცა იმ პერიოდში არ იყო და ეს იყო რის გამოც თურქეთი იყო კი. და მაშინ დავინტერესდი და მაშინ იყო ზუსტად და მივხვდი, რომ აი ამ მიმართულებით საჭირო იყო საქართველოს თუმცა სულ სხვაგან აღმოჩნდით. მაგრამ თუნდაც სხვაგან აღმოჩნდით. თუმცა ისევ გვაკითხავენ ამ მიმართულებით პაციენტები. ანუ ესეც ერთ-ერთი თქვენი ასე ვთქვათ გაკვეთი გაყვალული გზა არის. ოპერაციებზე ხანდახან შევდივარ. ხო, ეს მუდმივია ჟინი და ინტერესი ექიმს ყოველთვის აქვს. კარგი, დაკო, ესთეტიკურ პროცედურებს რაც შეეხება, თურქეთი მომხიბვლელი ზონა არის დასვენების თვალსაზრისით. ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ძირითადი ვთქვათ, უფრო ესთეტიკური ჩარევები არ არის ისეთი რთული რეაბილიტაციისთვის და ძალიან ასაჭიროებს ვთქვათ ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივ პერიოდს. შესაბამისად, საშუალება ეძლევა ადამიანს თან გაიკეთოს ოპერაცია, თან დაისვენოს. ამდენად ხშირია ამ მიმართულებით თქვენთან მომართვიანობა პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაზე მაქვს საუბარი. ძალიან ხშირი არის მომართვიანობა, თუმცა ამის მიზეზად ვერ დავასახელებდი, რომ თავიანთ ქვეყანაში ვერ იღებენ ამ მომსახურებას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე საუბარი, ეს არის ზოგადად მთლიანად მსოფლიოზე საუბარი. რადგანაც ისინი თურქეთს მე ვფიქრობ ირჩევენ ზუსტად აი რაც ახსენეთ, რომ ერთი დღეც არ უწევთ მათ კლინიკაში დაყოვნება, ან უბრალოდ ერთი ღამე რჩებიან, დანარჩენი 7 დღე ისვენებენ ან ზღვის, იმიტომ რომ ჩვენ ასევე კლინიკები გვაქვს ზღვისპირა მომზადებულია შეთავაზებები და შეთავაზება გვაქვს მზად, აი ზუსტად ეს არის ვარგებთ ხოლმე პაციენტს და მას მაგალითად პაკეტი, რომელიც მოიცავს დასვენებას სამედიცინო, ვთქვათ, ესთეტიურობასთან ერთად პაციენტი გვირეკავს, მაქვს ამდენი დრო, თუ შეგიძლიათ რომ დამიგეგმოთ. რა არის ყველაზე პოპულარული მაგალითად? რა ოპერაციები მაგალითად უფრო? პლასტიკური ქირურგიის მხრივ ალბათ უფრო სახის გადაჭიმები, ქირურგიული მეთოდით, ბლეფაროპლასტიკები ძალიან ხშირად მოგვდა. ცხვირის პლასტიკა ეს არის თითქმის თვითონ ძირითადი მოთხოვნა ეს არის ცხვირის პლასტიკა. და ასევე ხა ამ ბოლო პერიოდში, აი ზუსტად პლასტიკასთან მინდა დავაკავშირო, რატოც მოთხოვნადი გახდა თურქეთი, ეს არის ონკოლოგიური მამოპლასტიკები, როდესაც რეკონსტრუქციები. ოღონდ ეს როდესაც კეთდება, ანუ არ კეთდება პაციენტთან, კეთდება უბრალოდ მასტექტომია, მაგრამ რეკონსტრუქცია ერთ ეტაპად. ეს არის ყველაზე პოპულარული, რის გამოც თუნდაც აი ონკოლოგიური პაციენტები მოგმართავენ ჩვენ. შეიძლება მის ქვეყანაში ძალიან კარგად იყოს რეკონსტრუქცია დანერგილი, მასტექტომია ძალიან კარგად აკეთებდნენ, მაგრამ სიამოვნებთ მათ, როდესაც ხდება ერთ ეტაპად, ერთ ჩარევაში. საქართველოშიც ეს უკვე ძალიან დაიხვეწა ეგ მიმართულება, საკმაოდ დაიხვეწა და საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები აქვს თავის მომართვიანობით. ისევ და ისევ გზა არის ის, რომ ადამიანი ირჩევს თავისი მკურნალობის ასე ვთქვათ, ადგილმდებარეობას, ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, თუნდაც სუბიექტური სრულიად მიუკერძობებული ფაქტორებიდან, რომ იქ უფრო კომფორტულია ან იზოლირებულია დროებით რაღაცა პერიოდი იმ საზოგადოებასაც. და ასევე ეს არ არის მარტო საქართველოზე, არის სხვა ქვეყნები, თქვათ, როდესაც არის სხვა ქვეყნები, სადაც არ არის ჯერ კიდევ ეს მიმართულება განვითარებული და აქედან გამომდინარე, თუმცა კი, რა თქმა უნდა, აღვნიშნო, რომ საქართველოშიც დღეს უკვე ეს ერთ ეტაპად ძალიან ჩვეულებრივ ტარდება. ასევე ჩვეულებრივ კეთდება იმპლანტის დასხივება
უკვე ვიცი რომ საქართველოშიც დაიწყო ეს. ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა ზუსტად ეს რომ ვერ ხდებოდა იმავე ეტაპზე იმპლანტირებულ ძუძუზე დასხივების წარმოება აქედან გამომდინარე ეს იყო დიდი ხელი შემშლელი, მაგრამ როგორც ვიცი უკვე საქართველოშიც ეს მიმართულება ძალიან კარგი ხო ხედავ მრავალფეროვანი მიმართულებებით გიწევთ ამის ყველაფრის კონტროლი რომ სრულფასოვნად ფლობდეთ ინფორმაციას მე ყოველთვის ვამბობ რომ მედიცინას არ აქვს საზღვრები. არ შეიძლება ადამიანს დაუწესოს საზღვარი, როდესაც საუბარია მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე საერთოდ ყველა ლაპარაკი ზედმეტი, ამიტომ არის საშუალება, არის გზა, უფრო კომფორტულად გზნობს თავს ადამიანის თურქეთი იქნება, გერმანია თუ ავსტრალია, რა მნიშვნელობა თუ აქვს საშუალება და გზა რომ იქ წავიდეს და იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, დაიზრუნოს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არანაირად არ ეხება ჩვენი ქვეყნის უდიდესი სამედიცინო გამოცდილების ისტორიას და კომპეტენტურობას უდიდეს სხვადასხვა ბევრ მიმართულებებში, ხო? წეგან აღნიშნეთ ჩვენ ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, თანამიმდევრობა შეიძლება არა გვაქვს ისეთი მაღალი, როგორც ვთქვათ, წარმატებულ ქვეყნებს, მაგრამ დანარჩენი ადამიანური რესურსის ჩათვლით ჩვენ საკმაოდ მაღალი გვაქვს და თქვენს და მეც ამით ყოველთვის ვიამაყებთ. ყოველთვის ხოლმე აქ მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი, რომ აი მაგალითად, როდესაც ძველად ამბობდნენ, რომ არ იყო ამდენი ონკოლოგია. რატო არ იყო ამდენი ონკოლოგია? არ იყო თქვა დიაგნოსტიკა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მსოფლიოზე ვსაუბრობ და ეხლა წამოვიდა ბევრი, იმიტომ რომ გვაქვს ამის დიაგნოსტიკა. ზუსტად წარსულშიც, იმიტომ არ იყო საზღვრებს გარეთ გასვლა, რომ არ იყო ასე ხელმისაწვდომი და ასე ინფორმაციული. იფიქრებდი მე თურქეთში როგორ წავიდე, მე როგორ წავიდე გერმანიაში სამკურნალოდ. დღეს უკვე ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად საზღვრებიც გაიხსნა და ზუსტად თუნდაც ამიტომ არის რომ უკვე პოპულარული გახდა რომ მე შემიძლია ჩემი დიაგნოზი, იმიტომ ყველაზე სასოწარკვეთილი ნაწილია ონკოლოგიური პაციენტი და იმეც ეძებს ის და მას აქვს უფლება რომ ის თუნდაც რაღაც იმედი მეორე აზრი მოისმინოს მის საზღვრებს გარეთ. მადლობა, დაკო, თქვენ ტექნოლოგიები ახსენეთ და ჩვენ ძალიან მაღალი ტექნოლოგიები გვაქვს წარმოდგენილი ყავის აპარატის, მელიტას ბრენდის მიერ წარმოდგენილი ყავის აპარატი გვაქვს ახლა ჩვენ სტუდიაში. მარტივად რომ მახსნათ, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც კომფორტს გვიმატებს ჩვენ ყოველდღიურობაში, ღილაკის დაჭერით, ჩვენი ელექტრონული მოწყობილობით, ტელეფონით ამ შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერი სახის ყავა შევუკეთოთ და სამზარეულოში გავალთ თუ არა, ყავა დაგხვდება გამზადებული. ეს ძალიან დიდი კომფორტია. აქვე სიამოვნებით გავაფართოებ და ვიტყვი რომ მელიტას აპარატები თავად არეგულირებენ დაფქვის ხარისხს, ტემპერატურას, წნევას, ანუ თქვენ უბრალოდ ღილაკს აჭერთ და იდეალური ყავა მზადდება. მართლა გემრიელი ყავა სხვა ძალიან მომეწონა. რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჩვენ მელიტაში არის ის რომ შეგიძლიათ ყველა პარამეტრი მოირგოთ ზუსტად აი ერთი ტელეფონის საშუალებით, ტემპერატურა, რაოდენობა, სიმძლავრე, წყლის ოდენობა და ასე შემდეგ და გემრიელად მიირთვათ ყავა. ეს საკმაოდ საინტერესო და კომფორტული მხარეა ამ ყავის აპარატების მელიტასაგან წარმოდგენილი. რაც შეეხება ესთეტიკურ პროცედურებს, ერთ-ერთი მიზეზი მაგალითად ადამიანთა პოპულარულ სეგმენტში, ან პოპულარულ ადამიანთა სეგმენტში არის ის, რომ არ უნდათ ეხლა აქ გაიგებენ, მე რა გავიკეთე, ჩემზე ილაპარაკებენ, ახლა ეს მსოფლიოში ესეა ხო, ცნობადი ადამიანები, სხვადასხვა მიმართულების სრულიად ჩუმად იკეთებენ ამას. ხომ არ არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რომ ესთეტიკური და პლასტიკური ოპერაციების თვალსაზრისით თქვა ჩადიან სხვა ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ? კი, და ასევე ის არის მიზეზი ალბათ, რომ ძალიან საზღვარგარეთ ძალიან დაცული არის პირადი სივრცე და პრივატულობაც ასევე და კონფიდენციალობა, ვინც არ უნდა დარეკოს, მას არ აქვს უფლება მიიღოს რაიმე სახის ინფორმაცია პაციენტის შესახებ. და ალბათ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მიზეზი პლასტიკურობის მხრივ თქვენ აღნიშნეთ განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე პატარა ქვეყანა, ყველამ ყველაფერი იცის. აქ როგორ არის, აქ მე ვთვლი რომ დაცულობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ იმდენად პატარაა სივრცე რომ ხა ამხელა ნახობით რომ გადიხარ ქუჩაში, სადარბაზოში, სამშენებლო. ხო, ეს ამაზეა საუბარი, თორე სამედიცინო კუთხით რომ დაცულობა არის. მე დაცულობა ვიგულისხმე ზუსტად ეს რომ სოციალურ თვალსაზრისით. სოციალურ თვალსაზრისით მიდიხარ იმ ქვეყანაში, ცხვრის ოპერაცია გაქვს გაკეთებული, ვერავინ ვერ გცნობს. ხო, მესმის. კარგი, გარდა საქართველოსდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები აკითხავენ თურქეთს მაგალითად ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით ხომ არიცით? ალბათ ამ მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი არის ევროპა და ამერიკისთვის, ჩამოდიან ამერიკიდანაც? მაგრამ არა, აქ არის ერთი ნიუანსი. არა იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ქვეყანაში ვერ იღებენ მაღალ მომსახურებას. ეს არის იცით თქვენ, რომ ეს სადაზღვევების მხრიდან არ ფინანსდება პლასტიკური ოპერაციები. მისი ფასისა და სიძირის გამო. გასაგები, ამერიკაში ბევრად ძვირია, ვთქვათ, გერმანიაში ბევრად ძვირია, ვიდრე თურქეთში. თუნდაც მაგალითად იგივენაირად სტომატოლოგიურად ჩამოდიან საქართველოში. ეს
თან დამოკიდებულებაშია, რომ იმ ფასად ისინი თან ისვენებენ, თან პლასტიკას იკეთებენ. ამიტომ მიზეზი ევროპის და ამერიკის ესეთი მოთხოვნისა თურქეთი არის ზუსტად ფასი. ანუ ისევ და ისევ ვჯდებით უფრო ფინანსურ თემაზე, არა თუ რა თქვა თქმა უნდა, რაღაცა. ფინანსურთან ერთად ხარისხიც, მაგრამ ხარისხში სხვაობა არ არის, ფასში არის სხვაობა ასე. მესმის. დაკო, რა მიმართულებებს სთავაზობთ მაგალითად თქვენი ქსელი, ეს მედიკალ პარკის ქსელი, აი მთლიანად აი სამედიცინო ტურიზმში ჩართული ის გუნდი, რასაც თქვენ წარმოადგენთ, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, ქალებს. აი რა სერვისებს და პირობებს სთავაზობს თქვენი კლინიკები მაგალითად ქართველ ქალებს? ეს კითხვა ყოველთვის მიყვარს, რადგანაც ჩვენ და პირადად მე რაღაცომღაც ალბათ აქ ვიქნები ცოტა სუბიექტური და მიკუთვნებულები ვართ ქალებს და გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა ქალებისთვის, მაგალითად მოუყვეთ აბა. ეხლა ყველაზე უახლოესი პერიოდი იყო და ვიტყვი რომ იყო ვარდისფერი ოქტომბერი, ძალიან ძუძუ ქალზე ზრუნვა, ევროპა დონასთან ერთად ძალიან საინტერესო აქციები გვქონდა საქართველოში, ჩვენი მამოლოგი ყავდა ჩამოყვანილი, რომელიც უბრალოდ ცნობიერების ასამაღლებლად მოხდა პაციენტებთან შეხვედრა და გასაუბრება, რაღაცა მითების დანგრევა, ან უბრალოდ რაღაც კითხვები უნდოდათ, რომ რაღაც მხოლოდ არ არის ეს არის ჩვეულებრივი, რომ შეიძლება იყო ძუძუს კიბოთი, მაგრამ ესთეტიკა შეინარჩუნო, ვისაუბრეთ როგორ შეიძლება შემდგომში ეს ესთეტიკა შეინარჩუნო, ასევე მარტი ამოვნათლეთ ქალებისთვის იგივენაირად, იმიტომ რომ არის 3 მარტი, 8 მარტი და რაღაც ქონდა ჩეკაპის აქციები, ეს სრული დიაგნოსტირება ქალებზე მორგებული რაღაც, გვაქვს სპეციალური ფასები, თუნდაც პლასტიკური მიმართულებით. იმას ვიტყვი და მიხარია, რომ ბოტოქსის გამო არავინ არ მოდის და რაღაც სახის გაწმენდის გამო, მაგრამ თუნდაც აი ეს რაღაც ოპერაციებზე შედარებით მასშტაბურ ჩარევებზე ირჩევენ და ვცდილობთ რომ რაღაც განსაკუთრებული პაკეტები გავუმზადოთ ქართველ ქალებს. სასიამოვნო მოსასმენია და მისაღებიც ალბათ ამ სერვისები მომსახურება, ხო? რას აქცევთ ყველაზე მეტად თქვენ ყურადღებას, როცა ამ შეთავაზებებზე მუშაობთ? ეს არის კომფორტი, ეს არის უკიდურესად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ეს არის პერსონალიზებული მომსახურება, აი მთავარი რაზე გადის ის, რასაც თქვენ ყოველთვის ხაზგასმით ყურადღებიანად ექცევით, რის გამოც თქვენთან ადამიანები. ალბათ პერსონალიზებული მომსახურება პაციენტზე მორგებული, იმიტომ რომ პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ ეს ყველასთვის კი არა, იმ წუთას ის პაციენტია შენთვის მნიშვნელოვანი და მისთვის აკეთებ ამ ყველაფერს განსაკუთრებულად, იმიტომ რომ პაციენტები ზუსტად ყველაზე სათუთი ურთიერთობა მათთან ყველაზე რთულია და მეთანხმებით, რადგან არის ძალიან ბევრი ნიუანსი და როდესაც პაციენტი გრძნობს, რომ შენ მისთვის პაციენტი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და მას უყურებ როგორც ადამიანს, რომელსაც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო, უკვე ნდობას იწვევ პაციენტში და ის შენ გენდობა, რის გამოც მე მოყვება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, თურქეთში არის ძალიან ბევრი კლინიკა, ძალიან ბევრი კარგი ექიმი და არჩევანი გააკეთოს ამ კლინიკებს შორის. ზუსტად ალბათ ვფიქრობ, რომ ეს კომფორტია უფრო ძალიან კარგად ჩამოყალიბეთ, კი, ძალიან კარგად, იმიტომ რომ პერსონალიზება არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ყველანი ვეტრფით, ხო, როცა მე მაღიარებენ როგორც პერსონას, სხვადასხვა მიმართულებით და ეს მიხარია მე და ამ დროს როცა ჯანმრთელობის თვალსაზრისით არის საუბარი და მომსახურებით, როცა აი ეს თავისით ირეცხება, თავისით იწმინდება, თავისით მიხედავს თავისთან. ეს მომეწონა ყველაზე მეტად. დამოუკიდებელი აპარატია, დამოუკიდებელი ფუნქციებით, ჩვენგან დამოუკიდებელი. ყოველთვის მაგას ვფიქრობ ხოლმე, რომ მე რო მივდივარ სადღაც, მე როგორ ვგრძნობ თავს, მე რა მინდა. თავზე რო გადაყვებია, ხო გიყვარს, არა, ხო აი და მაგას ვიძახი, რომ იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს შეიძლება მეც ვიყო პაციენტი კლინიკის. ან თუნდაც იმიტომ რაღაცა ჩეკაპისთვის მივიდა. რა თქმა უნდა. მეც რა მესიამოვნებოდა მე. ყურადღება. აი აქედან ვიწყებ ფიქრს და თან განსაკუთრებული ყურადღება, თითქოს ერთადერთი თქვენ ხართ. კი და ჩემს გარშემო სხვა არავინ არ არის. ხო, აბა რა, და ეს როცა მედიცინას ეხება, ბევრად უფრო გიმარტივებს ამ გზას, ხო? მოდი მე არ შემიძლია არ დავსვა ეს კითხვა, რით არის დაცული ქართველი პაციენტი, როდესაც მიდის თურქეთში? იურიდიულად რა გარანტიები აქვს იმ ადამიანს, გარდა იმისა, რომ თქვათ, მომსახურება სამედიცინო ხარისხი უნდა იყოს კარგი, დაუშვათ რაღაცა არ გაამართლა, დაუშვათ რაღაცა გართულდა, დაუშვათ არ არის კმაყოფილი, ან დაუშვათ თქვათ შეცდომა სამედიცინო, ხო? იმიტომ რომ გამორიცხული არ არის. ვინ იცავს ამ დროს პაციენტს?
სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივ სრული უფლება აქვს მას სამართლებრივად, ანუ ის იქნება ადვოკატის დახმარება, არსებობს თურქეთში დაწესებულებები უცხოელი პაციენტებისთვის, სადაც შეუძლია პაციენტმა თავისი მოთხოვნა დააფიქსიროს. ეს არ არის მხოლოდ კლინიკა, კლინიკის საზღვრებს გარეთაც თურქეთის კანონების მიხედვით, რა თქმა უნდა, თურქეთი მათ სრულ უფლებას ანიჭებს მოითხოვოს, მქონია ისეთი შემთხვევები, რომ მაგალითად პაციენტთან დაგეგმილი ოპერაცია არ განვითარდა, არ ჩატარდა, პაციენტს სრული უფლება აქვს მოითხოვოს თავისი გადახდილი თანხა უკან. რა თქმა უნდა, ეს უფლებები რო აქვს და მოითხოვოს კი, მაგრამ რამდენად უზრუნველყოფილია ეს, ქონიათ თუ არა თქვენ პრაქტიკაში ეგეთი რამ, როდესაც დაგჭირვებიათ, ეხა პაციენტის დაცვა არის ყველა შემთხვევაში, ხო? და სამედიცინო მომსახურე პერსონალია თუ კლინიკა, ეს ყოველთვის უფრო ითვლება როგორც მომსახურე მხარე და ასე ვთქვათ, გამოდის როგორც პირობითად მეორე ხარისხოვანი ადამიანის პერსონალური უფლებების და თქვა ჯანმრთელობის დაცვაზე საუბარი. აი ქონიათ თუ არა ესეთი შემთხვევები, როდესაც გამართლებულა პაციენტი, რაღაცა მომხდარა და ამ შემდეგ. ალბათ ძირითადად ვერ ვიხსენებ ესეთ შემთხვევას, თუმცა ჩვენთან არის განყოფილება, რასაც უფრო თურქები უფრო ძირითადად იყენებენ, სადაც ეს არის განყოფილება, სადაც მიდიხარ და ნებისმიერ საჩივარი შეგიძლია დააფიქსირო, რასაც მოყვება კლინიკის მხრიდან რეაგირება. ამას პაციენტის უფლებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და საბედნიეროდ ამ წუთას ესეთი არ მახსენდება. თუმცა ამ დროს აი იცი რა ერთვება ხოლმე ქართველობა. არ მიმყავს მე თვითონ ვცდილობ დავიცვა ჩემი პაციენტი, იმიტომ რომ წითელი ხაზები სად გადის? აი აქ მინდოდა მეკითხა, იქ დაკო, სად არის ის, რაზედაც ხელს არ მოაწეს მაგალითად თქვენ და თქვენი გუნდი, იმიტომ რომ მოახვედრო პაციენტი თქვა კლინიკაში და ამითი სარგებელი იყო. ის ხაზი სად გადის? ანუ ის დაცულობა, ის ემპათია ადამიანისადმი, რომ შენ პასუხს აგებ იმაზე, რომ მიყავს თურქეთში და ბოლომდე მიაყვები მას და მიყავს სწორად და სწორ ადგილას. ზუსტად აქ გამოვიყენებ ჰიპოკრატეს სიტყვებს, არ ავნო. რა თქმა უნდა. ალბათ იქ გადის წითელი ხაზი, როდესაც პაციენტს კეთილსინდისიერებაზე, როდესაც ეს იქნება ექიმი, კლინიკის თანამშრომელი, პაციენტთან იყოს არ მოიტყუოს, არ ამნოს პაციენტს, იყოს მართალი, იყოს კეთილსინდისიერი. ზუსტად აი ეს თქვი, ალბათ უნდა აირჩიოს სწორი ადამიანი აქ წასასვლელად, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ბევრი შემთხვევაა სამწუხაროდ გულდასაწყვეტი, რომ პაციენტი მოხვდა არასწორ ადგილას. აი თავიდანაც ვახსენე, რომ პაციენტს მეც ვერაფერს ვერ გაუკეთებენ, რასაც უკეთებენ, ესეც უკვე ტყუილზე აგებული. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტთან აზრი არ აქვს იმ პროცედურის ჩატარებას, მაგრამ აიძულებენ რომ ჩაატარონ. სამწუხაროდ, იმიტომ რომ იქაც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში შენ თუ არ დაიცავი, თურქეთი ამ შემთხვევაში შენ ვერ დაგიცავს. რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ხართ ამ შემთხვევაში ის რგოლი, რომელიც წარმოადგენთ ქართულ პაციენტს იმ დიდ, ასე ვთქვათ, სივრცეში და გიგანტში, რაც არის თურქული სამედიცინო ბიზნესი და სფერო და მომსახურება, ვინც ამზადებს, სწავლობს, აკვირდება კომუნიკაციის პერიოდში, პერსონალიზებულად იცნობთ ალბათ იმ ყველა ექიმს, ვისი მომსახურებაც უნდა იქნას შეთავაზებული ამა თუ იმ მიმართულებით, რათა თავისუფალი იყოთ უკვე ქართველი პაციენტის მიმართ, როდესაც ის ტრანსპორტირდება და გადაადგილდება, თქვა თურქეთში მიმართულებით. ეს სხვათა როდესაც იწყებს ჩვენს დეპარტამენტში ნებისმიერი თანამშრომელი მუშაობას, მათ უტარდებათ რაღაც სახის ტრენინგები, ემოციების მართვა, ძალიან პაციენტთან ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენს დეპარტამენტში ძალიან ცოტა არის პროფესიონალი. ეს არიან თარჯიმნები, რომლებმაც უბრალოდ იციან ენა და სამედიცინოსთან მას არ ქონიათ შეხება. და თქვენ ზუსტად ის გაქვთ პრიორიტეტი, რომ სამედიცინო მიმართულებით ექიმი ხართ. კი, და რთულია, როდესაც არ ხარ ექიმი, გაიგო და დაიცვა, იმიტომ რომ არ იცი რა უნდა დაიცვა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამედიცინო განათლება, აი, ალბათ ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის ამ ჩემი წარმატების მაჩვენებელი. მე ყოველთვის შემეძლო, რომ სამედიცინო კუთხით შემეხედა ამ ყველაფრისთვის და რაღაც ექიმური თვალით დამენახა პაციენტის მდგომარეობა. ბარემ ისიც გითხარით დაკო მედიკალ პარკი რომელ კლინიკებს აერთიანებს მაგალითად თურქეთში? ემილ ბექიარი არის ყველაზე დიდი კერძო ჰოლდინგი, რომელიც მოიცავს ლივ ჰოსპიტალსა და მედიკალ პარკის კლინიკებს. დაახლოებით გვაქვს 40-მდე კლინიკა თურქეთში და მის საზღვრებს გარეთ. საზღვრებს საათ მაგალითად გაიხსნა აზერბაიჯანში, ბაქოში ლივ ჰოსპიტალის სახელით, ბუდაპეშტში, დუბაიში, ლონდონში.
და ძალიან იმედი გვაქვს და ვიმოდევნოთ, რომ შესაძლოა ვიხილოთ ძალიან მალე თუნდაც საქართველოში. ძალიან კარგი ფართე ასპარეზი ქონიათ გაშლილი და ეს ძალიან კარგი, იმიტომ რომ წვდომადობა ყველაფერი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა რეგიონში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და არის ყველაზე რაც ამ კლინიკების ქსელის დამახასიათებელია, ეს არის 1993 წლიდან იწყება ამ კლინიკების ისტორია და ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს ამდენი ხანი გაძლო ბაზარზე და თან გაიზარდო, იმიტომ რომ დაიწყო ერთი კლინიკით და დღეს უკვე 40 კლინიკა არის, 40 კლინიკის მფლობელი არის ეს ჰოლდინგი და მდებარეობს თურქეთის 17 ქალაქში. სტამბული მათ შორის სტამბულში ყველაზე დიდი რაოდენობით 10-მდე კლინიკა არის ლივ ჰოსპიტალის და მედიკალ პარკის ერთად. შესანიშნავია, დაკო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისათვის. ძალიან რთულია ნდობის მოპოვება დღეს და მე წარმატებებს გისურვებთ სწორი ნაბიჯების გადადგმის კვალდაკვალ მოგეპოვებინოთ ეს ნდობა, რასაც ასე დიდი შრომა ჭირდება, თავდადება ჭირდება, ერთგულება ჭირდება ამ საქმის, პაციენტის ერთგულება ჭირდება და მისი ყველანაირი უფლების დაცვა დაწყება სამედიცინოდან თუ რა ვიცი ტრანსპორტირებით დამთავრებული ყველგან თქვენ უნდა ედგათ გვერდით როგორც ასე ვთქვათ მხარდამჭერი ბირთვი. დღეს პოდკასტის სტუმარი იყო ჩვენი შესანიშნავი კოლეგა დიდი ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში დაკო, მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ წარმატებების საქმიანობაში, მაყურებელს კი დროებით დავემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდებამდე, მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოგყევით და კიდევ მეც საინტერესო სამედიცინო თუ არასამედიცინო სიახლეებით შემოგიერთებით, დროებით გემშვიდობებით.